რეალურად ბევრს დაკარგავდა, მიუხედავად იმისა, რომ ყავს McDonald's რაღაცა ლოიალური მომხმარებელი და ეყოლება ყოველთვის. ამ პროგრესის გარეშე ბევრს დაკარგავდა მაინც, ხო? ანუ იცი რა არის, მაგ კი არის ინოვატორი და აი ამ ინოვაციებით ბევრად მეტ ღირებულებას უქმნის მომხმარებელს. ბევრს დაკარგავდა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი არის, რომ ბევრად მეტ კომფორტს თავაზობს მომხმარებელს. 8-8-20. 8-8-20. ელენეს სახელზეა? დიახ. კი ბატონო, პირველ ფენჯერისგან გამოგზავნეთ. მადლობა. მაგ წინასა შეკვეთ არ მისარგებლია სხვათაშორის. ხო? აი ეს ურთიერთობა მაინც კარგი ველაპარაკე. კი, მაგრამ აი ხა მოგიყვე, მოდი, რადგან ტექნოლოგიები ვახსენეთ, ცოტა აი შორიდან დავიწყოთ, რომ აქაც რაღაცა სწორად მოუყვეთ ისტორია. 2016 წელს McDonald's-მა შემოიტანა თვითმომსახურების კიოსკები. ესეც იყო ინოვაცია ქართული ბაზრისთვის და ნუ პირველი იყო მსგავსი მაგ დროს საქართველოში კი არა ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაშიც არ იყო და მათ შორის ევროპის დივიზიონში McDonald's-ი საქართველოს ერთ-ერთი პირველი იყო რომელმაც ეს დანერგა. დიახ. არა. არა. ხო, ჯერ შემოვიტანეთ ეს თვითმომსახურების კიოსკები. უკვე 2018 წლიდან შემოვიდა კი. რამდენი? გინდა შენ. მე არა. 2 ხო? გამარჯობა. გამარჯობა. ნებად გემრიელად მიდით და ყველაფერს. მადლობა. ინდია სტრაფი სერვისია, ერთ კითხვა. დიახ. აი ორ მენიუს მოგართვევთ. უღრმესი მადლობა. ნებისმიერ ფილიაში მივზანდით ორი ბილიკის მენიუ გეტყვით. დიდი მადლობა. წარმატებები. ოპა. ხო და ეს კიოსკები რო შემოვიტანეთ, შემდგომი ნაბიჯი იყო ეს EOTF სერვისი, აი McDonald's-ის ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, ეს არის Experience of the Future, რომელიც მხოლოდ ტექნოლოგიას კი არ მოიცავდა, რამდენიმე პუნქტს მოიცავდა. მათ შორის იყო ეს კიოსკები, იყო მაგიდასთან მომსახურების სერვისი და აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ინოვატორი McDonald's-ი იყო საქართველოში, რომ შემოიტანა ეს სერვისი და დღემდე ამ QSR სეგმენტში სხვა მოთამაშეებს, ასე ვთქვათ, არა აქვს. გოგონები, რომლებიც ყოველთვის ღიმილით გვხვდებიან და სტუმართმოყვარეობის ლიდერებს ვეძახით. Digital menu board-ები ადრე იყო დაპრინტული და მაგ დროიდან უკვე შემოვიდა ტექნოლოგიურად განვითარებული და რაც ერთ-ერთი ყველაზე რაც მნიშვნელოვანი არის აპლიკაცია. 2018 წლიდან და 2020 წელს უკვე 100%-ით EOTF მარკეტი ვიყავით. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ დღემდე ჩვენს EMEA business unit-ში ზოგიერთი მარკეტი დღემდე არ არის 100%-ით EOTF-ი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი არის, რომ McDonald's globally რა შესაძლებლობებს გაძლევს და მეორე არის უკვე ლოკალური სტრატეგია, შენ როგორ ზრუნავ იმაზე, რომ მაქსიმალურად ინვესტირება ჩაგააკეთო, ინვესტიცია ჩადო იმაში, რომ მომხმარებელს ეს კომფორტები შეუქმნა, აუსტრაფო კიდევ უფრო მეტად მომსახურება და ტექნოლოგიურად განვითარებული და ინოვაციური იყო. ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ აი ქართული McDonald's-ის პრიორიტეტები რა არის, როგორ ზრუნავს მომხმარებელზე, როგორც ტექნოლოგიურად. ასევე დიზაინის კუთხით, იმიტომ რომ აი რო დააკვირდეთ ამდენი ასეთი თანამედროვე დიზაინის და ასეთი მაღალხარისხიანი გულისხმობი გირჩევ, ხო რა როგორი სხვა ქვეყნებში არ არის. არ არის, ხო. ბევრი ევროპულ ქვეყანაში, სადაც ვიყავი და მომიწია ყოფნა, McDonald's რო ვესტუმრე, ნუ მან ვწმუნდები ხოლმე, რომ აი ქართული კოლკოლორი გემრიელია, McDonald's-ი ჩვენი ყველაზე გამორჩეული.